10 წელზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის დაზვერვა ამ კაცს დასდევს. ის არის ადამიანი, რომელსაც ამერიკა გლობალურ საფრთხედ, ჩინეთი კი სტრატეგიულ აქტივად მიიჩნევს და ყველაფერს აკეთებს მის დასაცავად. ჩინეთის მოჩვენება, რომელმაც ბიზნესი გეოპოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად მძლავრი იარაღად აქცია, რომელიც ფარული ქსელების საშუალებით ყიდის იარაღისთვის საჭირო კომპონენტებს და თანამედროვე ომის კონცეფციას ცვლის. FBI-მ 5 მილიონიანი ჯილდო დააწესა მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. გამარჯობა. დღეს გიყვებით ჩინელი ფანტომის შესახებ, რომელიც FBI-სა და მოსადის სამიზნეა, რომელიც თითქოს უჩინარია და მისი მხოლოდ ერთი ფოტო მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში. ეს არის კაცი, რომელიც წლების განმავლობაში საკვანძო როლს ასრულებდა ირანისთვის ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო კომპონენტების მიწოდების ჯაჭვში. ის ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებზე და იმ ნახოთ რა წერია FBI-ის საიტზე. მას ბრალად ედება შეთქმულება საერთაშორისო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის დარღვევის მიზნით, შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით, შეთქმულება საბანკო თაღლითობის მიზნით, საბანკო თაღლითობა. და ნახეთ უბრალოდ რამდენი სხვადასხვა სახელი აქვს: კარლ ლი, სანი ბაი, სონგ დაჰაი, ფანგუეი ლი, ჩარლზ ლი, ალი ფანგუეი, პატრიკი და ასე შემდეგ. სია თითქოს უსასრულოდ გრძელდება. შემდეგ მოცემულია დაბადების თარიღი, ადგილი, აღწერილობა, ზედა ტუჩზე აქვს ხალი. ცნობილია, რომ ის საუბრობს ჩინურ და ინგლისურ ენებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა ფანგუეის დაკავების და ან გასამართლებამდე მიმავალი ინფორმაციისთვის $5 მილიონ ჯილდოს აწესებს. ლი ფანგუეი წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ირანისთვის ბირთვული პროგრამის შესაქმნელად საჭირო კომპონენტების მთავარ მიმწოდებლად და ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად დიდი იქნებოდა დაინტერესება ამ ადამიანით ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის წარმომადგენლების, ასევე მოსადის მხრიდან. სავარაუდოდ 2006 წლიდან ლი ფანგუეი აკონტროლებდა აღმოსავლეთ ჩინეთში დაფუძნებულ ფარული კომპანიების დიდ ქსელს, რომელსაც იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბანკების, მარეგულირებლებისა და კომპანიების მოტყუებისთვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლი ფანგუეი წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ საგადახდო სისტემას იყენებდა იარაღის კომპონენტებით ვაჭრობისთვის და თან სატყიდდა მას კი ირანში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წლების განმავლობაში ყველაზე უფრო მეტად სანქცირებულ ქვეყანაში. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით მილიონობით დოლარის ღირებულების აკრძალულ ტრანზაქციებს ახორციელებდა. ლი ფანგუეის ბრალდება 2014 წლის 28 აპრილს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის რაიონულმა სასამართლომ წაუყენა და ფედერალური დაპატიმრების ორდერი გაიცა. ახლა ნახეთ, ლი ფანგუეი FBI-ის ძებნელთა სიაში 2014 წლიდან არის, მაგრამ ეს სრულებით არ აღმოჩნდა მისთვის მცირედით მაინც შემაკავებელი ფაქტორი, რომ თავის საქმიანობაზე უარი ეთქვა. 2019 წელს დასავლურ მედიაში კვლავ ჩნდება სტატიები, ნიუსები, სადაც ვკითხულობთ, რომ ლი ფანგუეიმ ირანს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად საჭირო კომპონენტების სრული სპექტრი. მაღალი სიზუსტის მართვის კომპონენტებით დაწყებული რაკეტის საწვავის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულით დამთავრებული. საინტერესოა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები მართალია საუბრობენ ირანის ბირთვულ პროგრამასთან ლის კავშირზე, თუმცა უშუალოდ ბრალდება ფინანსურ მაქინაციებთან არის დაკავშირებული. როგორ მუშაობდა კარლ ლის ქსელი? მან ირანს მიაწოდა ისეთი კომპონენტები, რაც ქვეყანას დაეხმარა რაკეტების სიზუსტისა და დიაპაზონის გაუმჯობესებაში. მან მიაწოდა მიკროჩიპები და კომპონენტები, როგორებიცაა გიროსკოპები და აქსელერომეტრები, რაკეტებს აერში ნავიგაციაში ეხმარება. ასევე მიაწოდა გრაფიტი და ალუმინი, რაც ხელს უწყობს რაკეტის შემსუბუქებას და შესაბამისად უფრო შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. ამ კომპონენტების შეძენა ჩინეთში კანონიერად შეიძლებოდა როგორც ორმაგი დანიშნულების პროდუქტის, მაგრამ იკრძალებოდა ექსპორტის სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანაში, როგორიცაა ირანი. კარლ ლი წლების განმავლობაში ახერხებდა სანქციებისთვის თავის არიდებას. მან ჩინეთში ფარული კომპანიების უზარმაზარი ქსელი შექმნა, რომელთა საშუალებითაც ახერხებდა
იწევდა თავისი რეალური საქმიანობის კარგად დაფარვას. როდესაც ერთი კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებს შავ სიაში შეჰყავდა, ის მეორეს ხსნიდა. ზოგჯერ თითქმის ყოველ თვეში ახალ კომპანიას ხსნიდა, რათა თავისი ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება შესძლებოდა. ამ კომპანიებისთვის გამოყენებული მისამართების უმეტესობა რეგისტრირებული იყო ოჯახის წევრების ან მეგობრების სახელზე, რომლებსაც შესაძლოა წარმოდგენა არ ჰქონოდათ, რომ მათი საცხოვრებელი მისამართი იარაღით ვაჭრობის სქემაში გამოიყენებოდა. უკანონო ტრანზაქციები, რომელთა ჯამური რაოდენობა მილიონობით დოლარს შეადგენდა, მოიცავდა ირანული კომპანიებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური სისტემის გამოყენებით გაყიდვებს, რასაც შემდეგ მოყვა საერთაშორისო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის დარღვევის, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებები. Deutsche Welle-ს გამოძიებამ აჩვენა, რომ მალე ლი შუამავლიდან მაღალ ტექნოლოგიურ მწარმოებლად გადაიქცა. მან გააცნობიერა, რომ ძირითადი კომპონენტების დამოუკიდებლად წარმოებით უფრო მეტი ფულის გამომუშავება შეეძლო. ამიტომ ჩინეთის საპორტო ქალაქ დალიანში საწარმო გახსნა. მისი სახელი არის დაკავშირებული ქარხანასთან, რომელიც აწარმოებდა იზოსტატიკურ გრაფიტს. ის გამოიყენება რაკეტის ძრავის საქშენებისა და რაკეტის თავაკების წარმოებისთვის. 2021 წლის აგვისტოში ჟურნალისტურმა გამოძიებამ ჟურნალისტები ამ ქარხანამდე მიიყვანა, მაგრამ საინტერესოა, რომ იქ დახვდათ ჟანგიანი დანადგარები და იქ არსებული გარემო ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ქარხანა აღარ მუშაობდა. აქაც გარკვეული საიდუმლო იმალებოდა და მაინც სად არის ლი ფანგუეი? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც არავის აქვს და ინფორმაცია არის მკაცრად გასაიდუმლოებული. როგორც FBI-ის ოფიციალური ვებგვერდიდანაც ჩანს, ლი ფანგუეი კვლავ ძებნელთა სიაშია, მაგრამ აქ ერთი დეტალია საინტერესო. თუ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები 2020 წლამდე აქტიურად საუბრობდნენ ლი ფანგუეის შესახებ და ჩინელებს თხოვდნენ მის დაკავებას და ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულებისთვის გადაცემას, 2020 წლიდან ეს საუბრები შეწყდა და ფაქტობრივად საჯაროდ ამაზე აღარავინ აღარ საუბრობს, რაც არის ძალიან უჩვეულო. ვარაუდობენ, რომ ლი ფანგუეი 2020 წელს ჩინეთში დააკავეს, თუმცა ეს ისე გააკეთეს, რომ ამ ამბის შესახებ ფართო მასებს არაფერი გაეგო. სავარაუდოდ, ლი ჩუმად დააკავეს ჩინეთში და ეს თემა გამოიყენეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომში მოლაპარაკებების დროს, რამაც საშუალება მისცა ჩინეთს, რომ ლი ჩამოეშორებინა იარაღის ბიზნესისთვის იმის აღიარების გარეშე, რომ მათ ამერიკელების სახელით დააკავეს საკუთარი მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ ლის კვალი ფაქტობრივად ქრება 2020 წლიდან, ის მიერ შექმნილი ქსელი და სქემა კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას. ლი ფანგუეის როლი ჩინეთის პოლიტიკურ ეკოსისტემაში მრავალმხრივია, რის თქმის საფუძველსაც გვაძლევს მისი სავარაუდო კავშირები ჩინეთის სამთავრობო ელიტასთან და მისი საქმიანობით გამოწვეული მრავალწლიანი დიპლომატიური უთანხმოება. რა თქმა უნდა, მისი როლი სცილდება უბრალოდ იარაღის დილერის როლს. ის განიხილება პეკინისთვის მნიშვნელოვან ფიგურად, აუცილებელ ბოროტებად, რომლის საქმიანობაც ხაზს უსვამს, რომ ხანდახან დასავლური სანქციები შესაძლოა ფუჭი და ამაო იყოს, მაშინაც კი, როცა საქმე ეხება ბირთვულ გავრცელებლობასთან დაკავშირებულ სანქციებს. ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ ლის ელიტური კავშირები ჰქონდა, შესაბამისად ჰქონდა წვდომა საიდუმლო ინფორმაციებს. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალი იყო ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც თავის კავშირებს იყენებდა ბიზნესის წარმოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი წლების განმავლობაში ითხოვდა ჩინეთისგან ლი ფანგუეის დაკავებას და ამერიკისთვის გადაცემას, თუმცა რა თქმა უნდა ისეთ მნიშვნელოვან ფიგურას, როგორც ლი იყო და სავარაუდოდ არის, ჩინეთი რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემას არ გადასცემდა. პეკინის კაცი თეირანში ბევრი ანალიტიკოსი ლის სწორედ ასე მოიხსენიებს. ლი ფანგუეის ისტორია ბევრად სცილდება იარაღით ვაჭრობისა და ფინანსური თაღლითობის კლასიკურ სურათს. ის წარმოადგენს იმ ახალი ტიპის ფიგურას, რომელიც სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ ისე, რომ ოფიციალური პასუხისმგებლობა აირიდონ. სწორედ ამიტომ ლი ფანგუეი იყო ჩინეთის საერთაშორისო სტრატეგიის ერთ-ერთი უხილავი ბერკეტი. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლი ფანგუეის საქმიანობით ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სისტემა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შესაბამისი ინფორმაცია
მოსადისგან მიიღო და ეს არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით არის დადასტურებული, თუმცა ერთი ფაქტი არის საინტერესო, რომ მოსადის წარმომადგენლები თვითონ ერიდებიან ღიად საუბარს ლის შესახებ, მაგალითად, როდესაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ისრაელში მოსადის წარმომადგენლებს მიმართეს ალი ფანგოისთან დაკავშირებული კითხვებით, მათ თქვეს, რომ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა საჯაროდ ამ თემაზე საუბარი ჟურნალისტებთან არავინ არ ისურვა. იმ პერიოდში ჩინეთსა და ისრაელს შორის საკმაოდ მჭიდრო დიპლომატიური კავშირი არსებობდა და შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ ისრაელმა უბრალოდ გადაწყვიტა ალი ფანგოის დევნის საქმეში მათი როლი ნაკლებად წარმოჩენილიყო. საჯაროდ კი დუმდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ ჟურნალისტებს ლის შესახებ ასეთი რამ უთხრა: ოჰეს ნაძირალა, კარლ ლი ისევ არსებობს. ლის საქმიანობა ისრაელისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქმებოდა. მიუხედავად ამისა, წყაროები ცალსახად არადასტურებენ, რომ ალი მოსადის ოფიციალური სამიზნე იყო. ალი ფანგოის ფიგურა აერთიანებს სამი სამყაროს ინტერესებს: სამხედრო ინდუსტრიის, ფინანსური სისტემების და სახელმწიფო დაზვერვის ინტერესებს. მის მიერ შექმნილი ქსელი, რომელიც აკავშირებდა ჩინურ მაღალტექნოლოგიურ მწარმოებლებს ირანის ბალისტიკურ პროგრამასთან, იყო არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ პოლიტიკური არხი. ამ არხის საშუალებით ჩინეთი ახერხებდა შეენარჩუნებინა თავისი გავლენა თეირანზე და ამავდროულად შეეფერხებინა დასავლეთი, იზოლაციაში მოექცია ირანი. ამერიკისთვის ალი ფანგოი წარმოადგენდა სისტემურ გამოწვევას. მისი საქმიანობა აჩვენებდა სანქციების სისტემის სისუსტეს. პეკინისთვის ალი ფანგოი იყო ფიგურა, რომლის მეშვეობითაც ჩინეთს ჰქონდა პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობა. და ნახეთ, ერთი მხრივ ოფიციალურად იცავ სანქციების მიმართ ერთგულებას, მაგრამ მეორე მხრივ აგრძელებ ირანის მხარდაჭერას და ამას აკეთებ ფარულად. ალი ფანგოის ფიგურა იქცა სიმბოლოდ და მაგალითად იმისა, თუ როგორ იყენებს ჩინეთი კერძო ბიზნეს სტრუქტურებს თავისი გლობალური გავლენის გასაზრდელად. საბოლოოდ კი ალი ფანგოის პერსონას შეგვიძლია ერთგვარი გეოპოლიტიკური სიმპტომი ვუწოდოთ. ის წარმოადგენდა იმ სამყაროს, სადაც კონტრაბანდისტი შეიძლება იქცეს სახელმწიფოს არაოფიციალურ დიპლომატად და სახელმწიფოს მნიშვნელოვან რგოლად გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელების საქმეში. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა, რომ მიყურეთ.